Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებ ჩვენ ბიბლიური თემებზე საუბარს და როგორც დაგვიდით ვიდეო ანონსი, რომელიც დაიდო გუშინ. ჩვენი თემა არის როშ ხაშანა, ანუ ებრაული ახალი წელი. შემოგარგებო, ეს ტრადიციული სახელია მისი, მაგრამ ბიბლიური სახელწოდება ამ დღესასწაულის არის სხვანაირი. ბიბლიურად ამას უძახიან საყვირების გახსენების დღე. საყვირების გახსენების დღე, რომელიც ბიბლიური ტრადიციის მიხედვით არის მეხუთე საუფლო დღესასწაული. ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიაში გვაქვს 7 საუფლო დღესასწაული და ეს არის მეხუთე საუფლო დღესასწაული, რომელსაც ებრაულ ტრადიციაში ასე უძახიან საშემოდგომო დღესასწაულებს. არის საგაზაფხულო დღესასწაულები, რომელიც უკვე ციკლმა გაიარა და რომელიც უკვე იესო ქრისტეში ახდა და არის კიდევ 3 დღესასწაული, რომელიც უნდა ახდეს, რომელიც წინასწარმეტყველური დღესასწაულია და პირდაპირ დაკავშირებულია იესო ქრისტეს მოსვლასთან და მის მოქმედებასთან. მაგრამ სანამ უშუალოდ დავიწყებ ჩვენ ამ თემაზე, ჩემ გამომწერებს გქონთ ტრადიციულად მოიწონოთ, დააკომენტაროთ და გააზიაროთ. ასევე ვინც პირველად მოხვდით ჩვენ არხზე, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან ჩვენი არხი სცემს ისეთ კითხვებს, პასუხებს, რომელიც კაცობრიობას აწუხებდა. კერძოდ, საიდან მოდივართ ყველა ჩვენ? როგორ მოვდივართ და რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენ ვაკეთებთ ამას ებრაულ ტრადიციაზე დაყრდნობით, რადგან თქვენ იცით, რომ ქრისტიანობა ეს არის ქრისტიანობის საფუძველი, ეს არის იუდაიზმი და ისრაელი. რადგან ჩვენ ეს ყველა ვიცით უკვე შემოგარგებო, ამიტომ ჩვენ ვსწავლობთ ებრაულ ფესვებს, ქრისტიანობის ებრაულ ფესვებს. მაშასე დავიწყეთ. რამოდენიმე ვიდეო ციკლი იქნება ეს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ დღესასწაულის ისტორიულ მნიშვნელობას, ისტორიულად როგორ იყო ეს ისრაელში, როგორ ტარდებოდა. შემდეგ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ უკვე უშუალოდ მის სულიერ მნიშვნელობაზე და სულიერ დატვირთვაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანებისათვის. მაშასე როშ ხაშანა წლის თავი, ასე ითარგმნება ბუკვალურად. ეს სახელწოდება შემოგარგებო არა ბიბლიური სახელწოდება, ეს არის თალმუდისტური ტრადიციიდან გადმოსული სახელწოდება, რომელიც დამკვიდრდა იუდაიზმში. ბიბლიურად ამ დღესასწაულს ქვია იომ ტროა. იომ ტროა საყვირების დღის გახსენება. და ასე იწყება ლევიტელთა 23 თავში არის ეს შემოგარგებო. ეს იწყება ლევიტელთა 23 თავის 24 მუხლი. უთხარ ისრაელის შვილებს, მე-7 თვეს თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენება, ბუკის ცემის გახსენება, წმინდა შეკრება. ბუკის ცემის გახსენება არის იომ ტროა ივრითულად. და ეს მოდის ტრადიციულად შოფარის ჩაბერვით. შოფარი ეს არის ივრითულად ნიშნავს საყვირს. ეს არის კეთდება გნუს რქისაგან, ანტილოპას რქისაგან, რადგანაც ანტილოპა იუდაიზმში და ისრაელში ითვლება წმინდა ცხოველად, საერთოდ ანუ სამსხვერპლო ცხოველებად ითვლება და ამიტომაც მისი რქებიდან აკეთებენ საყვირებს. ზოგიერთმა ქართველმა იფიქროს ჩვენთან ყანწებს აკეთებდნენ. ებრაელები ყანწებს არ აკეთებდნენ, ებრაელები აკეთებდნენ საყვირებს ამ ქებისაგან და ძალიან მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის ებრაული ტრადიცია. საიდან წამოვიდა ეს ტრადიცია? ეს ტრადიცია შემოგარგებო მოდის ზუსტად მამა აბრამიდან. როდესაც მამა აბრამმა იცხაკი მოიტანა სამსხვერპლოზე, შესაძლოა თქვენიც ღმერთმა ჩაერია და გამოზავნა კრავი, რომელიც დაეკრა აბრაამს და მასაც მას მოხდა, აბრაამმა შეწირა კრავი და ამ შეწირული კრავის რქებიდან გააკეთა მან საყვირი. შოფარ, ივრითულად ქვია შოფარ ამას. მე მეორე ვიდეოში გაჩვენეთ ამ საყვირს როგორ გამოიყურება სამწუხაროდ ახლა აქ არ მაქვს საშუალება, მაგრამ მეორე ვიდეოში აუცილებლად გაჩვენებთ საყვირს და აუცილებლად გაჩვენებთ კიდევ ამის ხმებს როგორ წარმოიქმნება და 4 სახის ტონალობა აქვს ამ საყვირს და 4-ვე სახის ტონალობაზე განგიმარტავთ რა რას ნიშნავს, რატო ეს მნიშვნელობა ამათი ტონალობა, მისი ჟღერადობა, ისე რომ ცოტა ესე გამოფხიზლებელი ხმა აქვს ესეთი ამ შოფარს
ძალიან საინტერესო ტრადიცია ეს საერთოდ რასაც აქვს ებრაულ ტრადიციაში. მაშასე ამ დღეს რას აკეთებდნენ ებრაელები? ეს ებრაელებისათვის იყო წლის თავი. ამ დროს ებრაულ ტრადიციაში მიღებულია თევზის ჭამა, თევზის თავების ჭამა, რადგანაც წლის თავია, ითვლება თავად და ამიტომ იწყებენ თავის ჭამას. ეს არის მეხუთე საუფლო დღესასწაული ციკლიდან, რომელსაც უძახიან საშემოდგომო დღესასწაულებს. თქვენ იცით, რომ ებრაელებს აქვს საგაზაფხულო საუფლო დღესასწაულები და ასევე საშემოდგომო საუფლო დღესასწაულები. საგაზაფხულო საშემოდგომო საუფლო დღესასწაულები ეს არის პასექი, ეს არის ძნის შერხევის დღესასწაული და ეს არის შაუოთი. ანუ პესახი, აღდგომის დღესასწაული მესამე დღეს, რომელსაც უძახიან ძნის შერხევის დღესასწაული და მესამე არის 50-ათე დღის დღესასწაული. ეს არის ყველაფერი ციკლი საგაზაფხულო, რომელიც იესო ქრისტესში აღდგა. მაგრამ არის საშემოდგომო საუფლო დღესასწაულები, რომელიც აღდგომის პროცესშია. და ეს ზუსტად საყვირების დღესასწაული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იესო ქრისტეს მოსვლას, მის სასამართლოს, რომელიც იქნება დედამიწაზე, მტართა აღდგომას, რომელიც იქნება, ყველაფერი ამ დღესასწაულში არის შემოკარგებო ეს. და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. და ისრაელში ამ დღესასწაულს ყოველთვის აღნიშნავდნენ ორი მოწმე. თქვენ იცით, რომ ისრაელში ყველა დღესასწაული ტარდება ახალ მთვარობას. აი როგორც 24 თავი ჩვენ გვეუბნება, 24 მუხლი ჩვენ გვეუბნება ესეთ რამეს, რომ უყურეთ მეშვიდე თვის პირველი დღე იყოს თქვენ თვის დასვენება. ბუკისები არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ უფალს საცეცხლური შესაწირული. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა შემოკარგებო, რომ ამ დღეს ეს დღე მკვიდრდებოდა ებრაულ ტრადიციაში ორი მოწმე გადიოდა გარეთ მინდორში და როდესაც დაინახავდნენ უკვე ახალ მთვარეს, ისინი მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ სინედრიონს. სინედრიონის წინაშე ისინი წარსდგებოდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიხილეთ ახალი მთვარე. ორი მოწმე უჯერებდა სინედრიონს, გამოყავდა ლევიტელი მღვდლები და დიდ საყვირებში ჩაბერავდნენ. და ეს ნიშნავდა, რომ როშ ხაშანა, ანუ იომ ტრუა დღე დადგა. და ამ ტრადიცია მიიღო, ახალ ებრაულ ტრადიციაში მიიღო როგორც ახალი წელის დღესასწაული. ძალიან საინტერესო, ამ ორ მოწმესაც ჩვენ ვილაპარაკებთ უკვე მეორე ვიდეოში, რა სულიერი გაკვეთილები აქვს ამას ჩვენ ამ ორ მოწმესთან კავშირში. დიახ, სწორი ხარ, გამოცხადების წიგნში ორი მოწმე რო არის ნახსენები პირდაპირ კავშირში ამ დღესასწაულის ორ მოწმესთან, რომელიც ამ დღესასწაულს ამბობდნენ და კიდევ რა არის მნიშვნელოვანი ამ დღესასწაულზე. ამ დღესასწაულზე არის ის მნიშვნელოვანი, რომ შემოკარგებო ამ დღესასწაულით ისრაელი იწყებდა მზადებას. ეს არის მომზადების დღესასწაული. საყვირების დღესასწაულს შემოკარგებო საყვირებს იყენებდნენ ებრაულ ტრადიციაში, როდესაც ომი იწყებოდა, ეს ერთი მომენტი იყო, როდესაც რამე გაცხადება იყო ეს ორი და როდესაც რაღაცა დღესასწაული იყო. მაშინ აკეთებდნენ ამას. ასევე საქორწინოდ, როდესაც ნეფე მოდიოდა თავის დედოფლის წასაყვანად, მახარობელი მის წინ მიდიოდა, ვინც მოწმე იყო ამ ყველაფრისა, ის საყვირის ჩაყვერადა და ამბობდა ნეფე მოვიდა. გაიღვიძეთ ნეფე მოდის. ეს ტრადიცია ახლაც არის ახლო აღმოსავლეთში. შემოკარგებო, ამას ძალიან კარგად ახსენს უილიამ ბარკლი, რომელიც მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში, თავის ერთ კომენტარებში იოანეს სახარებაში, როდესაც ის ახსენს ქორწილი ქალ განინიას ქანაში. წაიკითხეთ ძალიან საინტერესო განმარტებას აძლევს უილიამ ბარკლი ამ მთელ ისტორიაზე. ისტორიული მხარე, რომელიც მე მინდოდა დღეს თქვენთვის მეჩვენებინა, ეს არის, რომ პირველი, ეს არის საშემოდგომო დღესასწაულის პირველი დღესასწაული. ეს არის მომზადების დღესასწაული. ეს დღესასწაული გვამზადებს მეორე დღესასწაულისათვის. და მეორე დღესასწაულის მომზადება უკვე გვამზადებს მესამე დღესასწაულს. ეს დღესასწაულები უკვე გვამზადებს მის მეორედ მოსვლაზე. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მუდამ მზად ვიყოთ ქრისტიანები.
ამას ჩვენ ყველაფერს ვიტყვით შემდეგი ვიდეოში, უკვე დეტალურად რომ განვმარტავთ ამას ყველაფერს, როგორ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ამიტომ გთხოვთ აუცილებლად გამომწერებით თუ არა ხართ, გამოიწერეთ ვიდეო, აუცილებლად ეს ვიდეო და ვინც გამომწერები ხართ, აუცილებლად გააზიარეთ, რათა არ გამოტოვოთ ის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი, რომელიც 22 სექტემბერს ბიბლიური ებრაული კალენდრის მიხედვით შემოდის ისრაელში. 22 სექტემბერი დაიმახსოვრეთ. ეს არის როშ ჰაშანა, საყვირების დღესასწაულებს. საყვირებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად ფსალმუში წერია ნეტარია ერი ვინც იცის ბუკისემის ხმა. ბუკისემის ხმა ეს ებრაულ ტრადიციას ძალიან მნიშვნელობა 10 მცნება გადაეცა ბუკისემის საყვირების ხმის შემოგარგება. აი რო წაიკითხოთ გამოსვლის წიგნის მე-19 თავის მე-16 მუხლი ნახეთ როგორი ისაა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია მესამე დღეს დილიდანვე ატყდა ჭექაქუხილი და მძიმე ღრუბელი ჩამოაწვა მთას მეტისმეტად ძლიერად ისმოდა რქის საყვირის ხმა რქის საყვირს ქვიაზად შოფარი ებრაულად შემოგარგება საყვირის ხმა და შერწმუნდა ბანაკში მყოფი ხალხი გეკითხეთ მე მოგასმენიებთ მეორე ვიდეოში ამ ხმის ამ საყვირის ხმას როგორი ხმას შემარწმუნებელი ხმას ასე გამოფსაფხიზლებელი ხმას ამ საყვირს ძალიან მე თქვი ძალიან მელოდიურიცაა ძალიან რაღაც ისეთი ხმა აი როგორ გითხრა არის რაღაცა მისტიციზმი ჩემთვის ამ ყოველ შემთხვევაში ზოგიერთთვის არა მაგრამ ჩემთვის რაღაცა მისტიციზმი არის თითქოს რაღაც სულიერ სამყაროს კარების გასაღებია სულიერ სამყაროში შეყავხარ ამ ხმას ძალიან საინტერესო რაღაცა და ეს ამაზე მე ვილაპარაკებ რატოა სულიერ სამყაროს კარები ეს ხმა და რატოა დაკავშირებული ტართა აღდგომასთან ეს დღესასწაული და სხეულის შეცვლასთან ყველაფერს ამას ჩვენ ვილაპარაკებთ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა შემოკარგებოდა ეს არის ქვაკუთხედი ქრისტიანობისა ქრისტიანების თავარი ქვაკუთხედი არის ჩვენი აღმდგარი იესო ქრისტე და ჩვენ მოველოდებით რომ ყველა გარდაცვლილი ქრისტიანი აღდგება მის ჩვენ აღდგომას ველოდებით და მის მოსვლას და აღდგომას აი ეს მთელი ბიბლიის საბოლოო მიზანი ამაშია და ჩვენი სასწაულება არის ამაზე შემოკარგებოდა ამიტომ მათ შემოკარგება რომ ეს თემა ჩვენ უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად და ამიტომ არ გამოტოვოთ ეს თემა მადლობა ყურადღებისათვის რომ ისმენდით აუცილებლად გააზიარეთ აუცილებლად დააკომენტარეთ ვინც გამომწერები არ ახლა აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხირათა არ გამოტოვოთ ეს თემა ასევე თუ ვისაც გინდათ ფინანსურად გვერდში დგომა ჩვენთან ყველა ჩვენი ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ გადმოიწყეთ თქვენთვის სასურველი თანხა მაშასე ვიყურეთ გაგრძელება იქნება